თვითმმართველობის არჩევნებამდე 7 თვე რჩება. ამის პარალელურად ცნობილი ხდება, რომ ოპოზიციური პარტიების ნაწილი ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს. შიდა ქართლში ხელისუფლების ოპონენტებს ამ საკითხზე საუბარი მიზანშეწონილად არ მიაჩნიათ, რადგან თვლიან, რომ წინ ხელახალი საპარლამენტო არჩევნებია, რომლის ჩანიშვნასაც ქართულ ოცნებას აიძულებენ. ოპოზიციის მეორე ნაწილი კი საკუთარი ძალების მობილიზებას თვითმმართველობის არჩევნებზე აუცილებლად შეეცდება და არც თუ ისე ცოტა ხმის მობილიზებას პროგნოზირებს. რაც შეეხება მმართველ გუნდს, ისინი დარწმუნებულები არიან, რომ ბარიერ გადალახულ ოპოზიციას ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის მიღების ეშინია, რადგან მათი დამარცხება გარდაუვალია. ქართული ოცნების ადგილობრივი წარმომადგენელი თამარ მურალოვა ამბობს, რომ ხელახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის იმედი ოპოზიციას ტყუილად აქვს, რაც მათმა ოპონენტებმა პოლიტიკური პარტიები შეთანხმდებიან. მე მგონია, რომ ამ პროცესში ახლა რაც ხდება და როგორი სიტუაციაც გვაქვს დღესდღეობით ქვეყანაში, ადგილობრივ არჩევნებს აზრი არ აქვს. ადგილობრივ არჩევნებთან ერთად მე ვფიქრობ, უნდა დაინიშნოს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები. ხალხი იმიტომ დგას 100 დღე და კიდე შეიძლება 100 დღე იდგოს, რომ უნდა იყოს საპარლამენტო რიგგარეშე არჩევნები. ქართული ოცნების მკვეთრი პოზიცია არის, რომ არანაირი არჩევნები აღარ იქნება საქართველოში, გარდა თვითმმართველობისა, რომელიცაც უნდა მოემზადოს ოპოზიცია. ეხლა მათ რომ მკითხოთ, საერთოდ არჩევნებს გააუქმებდნენ, მე რომ მკითხოთ და საერთოდ აღარ ჩაატარებდნენ და იქნებოდნენ სულ ხელისუფლებაში, მაგრამ ესე არ არის ხალხის უდიდესი ნაწილის გადაწყვეტილება და იმიტომაც არის ხალხი ქუჩაში, რომ უნდა იყოს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები. ხალხის ძალა ალბათ მიიღებს მონაწილეობას, ჯერ მიდის ამაზე საუბრები, ჯერ ადრეა ამის შეფასება, ვნახოთ, დაველოდოთ და გადაწყვეტილება რომ მიიღება, ალბათ შეგატყობინებთ, ეს ერთი. რაც შეეხება ოპოზიციის მონაწილეობა, არ მონაწილეობას ადგილობრივ არჩევნებში, ერთი პირველი ის უნდა გითხრათ, რომ ოპოზიცია როგორც აღმოჩნდა დასავლეთიდან დაფინანსებული რევოლუციური მოძრაობებით ცდილობდა, რომ ლეგიტიმურად ჩატარებული არჩევნები წარმოეჩინათ როგორც გაყალბებულები, ახლაც იგივე გზას მისდევენ და ზოგადად მთავარი მაინც ის არის, რომ ოპოზიციას შანსი არ აქვს, რომ გაიმარჯვოს არჩევნებში. მე ვფიქრობ, რომ ჰაბუთი და ჰამოედანი რომ იწვრენ მიიღო მონაწილეობა ადგილობრივ არჩევნებში და დაამტკიცონ თუ რა შეუძლიათ, რას მიაღწევენ და ამით კი დაამტკიცონ აბა ქვეყანას და ხალხს, რომ რის შესაძლებლობა აქვს ოპოზიციას. საპარლამენტო არჩევნები არ იქნება და შესაბამისად მე ვფიქრობ, რომ რიგი პარტიები ალბათ ფიქრობენ, რომ ვერანაირ შედეგს ვერ დადებენ თვითმმართველობის არჩევნებზე და სხვა გზა არ აქვს და ამას ამბობენ და მე ვფიქრობ, რომ გარკვეული რიგი პარტიების ოპოზიციიდან მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას აუცილებლად. მოლოდინი როგორია თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით? მოლოდინი ახლა ვფიქრობ, რომ იქნება ძალიან ისეთი შედეგიანი არჩევნები გვექნება და თვითმმართველობაში არ ამგონია, რომ ჩვენ რამე გაგვიჭირდეს.